საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ წყლის საერთაშორისო დღე რეგიონულ მედიასთან ერთად აღნიშნა და ჟურნალისტებს ყველა ის სიახლე გააცნო, რომელსაც კომპანია წყალმომარაგების მხრივ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გეკმავს. სემინარის სახელწოდებით გაუფრთხილდეთ საქართველოს უნიკალურ სიმდიდრეს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ წყლის საერთაშორისო დღეს რეგიონული მედიისთვის ჩაატარა. ექსპერტებმა ჟურნალისტებს ინფორმაციები წყლის რესურსების დაზოგვასა და გაფრთხილების გზებსა და მეთოდებზე მიაწოდეს. ასევე გაავლეს პარალელები ევროპასა და საქართველოში წყლის ხარჯვასთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს მედიის წარმომადგენლებმა წყალმომარაგების კომპანიის მესვეურებს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე დაეკითხნენ, რომელიც მათ რეგიონში მიმდინარეობს. ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ სამომავლო გეგმების გაცნობა, რომელსაც კონკრეტულად ოზურგეთში და ურეკში აპირებს კომპანიამ განახორციელოს, როგორც მათი წარმომადგენლებისაგან გახდა ცნობილი, კომპანია ოზურგეთსა და ურეკში აპირებს 24 საათიან წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოწესრიგებას, ასევე მნიშვნელოვანი იყო გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. დიდი პროექტები არის დაგეგმილი, რომელიც ისმის ყველა რეგიონს და ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. არის აზიის განვითარების ბანკის მიერ, ეს არის დონორი ორგანიზაცია, რომელმაც გამოგვიყო 500 მილიონი დოლარი რეაბილიტაციისთვის და გარდა ამისა, ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ჩვენი დონორი ორგანიზაცია, რომელმაც 40 მილიონი ლარი გამოყო ევრო უბრალოდ წყალმომარაგების პროექტების რეაბილიტაციისთვის. რეგიონული მედიის შეხვედრები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და უწყებაში მიმდინარე სიახლეები ჟურნალისტებს მუდმივად ეცნობებათ.